ბედნიერია ის, ვინც საკუთარი ალტერ ეგო შეიცნო. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა 2x6, მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გიგა ჭღარკავა გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოეტი, ახალგაზრდა პოეტი ამირან ჯანჯღავა. ამირან, მოგესალმები, უღრმესი მადლობა პირიქით მოწვევისათვის. ხალხსახა ჩემთვის დებატია, როდესაც თუნდაც ახალგაზრდა პოეტის სტატუსში მიწევს აკოფნა და მით უმეტეს ძალიან საინტერესო გადაცემის ერთადერთი სტუმარი. გაიხარე, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და არა მარტო ახალგაზრდა პოეტის, მე თამამად შემიძლია ვთქვა როგორც ამ ქალაქელმა ის რომ გარდა ახალგაზრდა პოეტისა და ამ სტატუსისა შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა ხარ და აქტიური ახალგაზრდა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისა რომ ჯანსაღი ქალაქი და ჯანსაღი საზოგადოება ჩამოყალიბდეს. თუმცა ამ აქტიურობაში არ გულისხმობ მე მთლიანობაში ზოგადად აქტიურობას, ჯანსაღად აქტიურობას გულისხმობ, პროტესტის ადგილას პროტესტს და მესამე ხმის მიცემის ადგილას მესამე ხმის მიცემას. ამას გულისხმობ სწორედ. ამირან, მოდი გადავიდეთ პირდაპირ პირველ შეკითხვაზე, პირველ თემაზე, ასე ვთქვათ. რამოდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ სრულად საქართველოს ჩვენთვის აგრერიგ მნიშვნელოვანი დღესასწაული 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს გულისხმობ წადია. და ისიც რა მაინტერესებს, რომ შეიძლება იყოს ქვეყანა დამოუკიდებელი მე ამ შემთხვევაში ჩვენ რეალობაზე მაქვს ლაპარაკი, არაფერს ახალს არ ვიგონებ, არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ. ჩემსავე ნათქვამში და ტონში და სიტყვებში ალბათ ჩანს ეს, რომ პირდაპირ ვამბობ იმას, რომ ძალიან უხეშად მე ვიტყოდი, ვამბობ. ერევა როგორც საერთაშორისო პოლიტიკური, ისე არასამთავრობო სპექტრი და კარნახობენ, მოდი პირდაპირ ვთქვათ იმას, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. შეიძლება აი ამ პირობებში ქვეყანა ითვლებოდეს დამოუკიდებლად. აი სად გადის ზღვარი დამოუკიდებლობასა და უშუალოდ დამოუკიდებლობასა და დამოუკიდებულებას შორის. აი რა რეალობაა ეს, რა მოცემულობაა, სად დავართ საერთოდ რა ხდება? კეთილი გიგა, მეც შევეცდები ჩემი სუბიექტური აზრი გავაჟღერო, რომელიც არავითარ შემთხვევაში აპრიორი არ არის. პირველ რიგში თვითონ სიტყვა დამოუკიდებლობის ჩემებურ დეფინიციას განსაზღვრავ და მსოფლიო, ასე რომ ვთქვათ, ბაზარზე ცოტა უხეშად შეიძლება ჟღერდეს, საქართველოს სავიზდო-ბარათი რა არის? ეს არის ლიტერატურა, ქორეოგრაფია, ფოლკლორი, ის ეროვნული ღირებულებები, რაც ერთად სინთეზში წარმოაჩენს საქართველოს. და ზოგიერთებში ღვინო დუდუკი ქალები ისე. სამწუხაროდ, რომელიც სტერეოტიპულ დონეზეა დაყვანილი. ჩემი აზრით, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის ასე სულიერი ეროვნული და ის ისტორიული განცდა და მოთხოვნება გაგვაჩნია და როდესაც ხდება გარეშე ძალების მიერ რიგი თუნდაც ეროვნული ღირებულებების, თუნდაც სულიერი ფასეულობების მიზანმიმართული დაკნინება და ხელოვნური გარემო შექმნა იმისა, რომ ის ისტორიული საგანძური, რის ხარჯეთს ქრისტეს შობიდან 21 საუკუნეan ქართეხილებს გაუძლო ქართულმა რეალობამ იქნეს დაკარგული, მე პირადად როგორც ერთ რიგით ინდივიდი და მოქალაქეც, ჩემი სუბიექტური აზრით ვერ წარმომიდგენია დამოუკიდებლობის პერსპექტივა, როდესაც ხდება გარეშე თუ შიდა არასწორი ჩარევა და კარნახი რიგი მიმართულებებისა. მით უმეტეს მოდი განვავრცოთ თემა ასე თუ ისე ეხა იმას კარგად უწყით რომ ეს ყველაფერი რაღაც ეგრეთ წოდებული გლობალიზაციის ბრალია, ყოველ შემთხვევაში ამ საუკუნემ ეს მოიტანა და განაპირობა ის სწორედ რომ აი ესეთ თვითმყოფად ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც აი ის კულტურა, ის პასეულობების სულიერი თუ ტრადიციები თუ ასე შემდეგ, იქაც რაც ჯანსაღია ცხადია, არ უნდა კონდეს იმდენად რამდენადაც, მოდი ესეც ვთქვათ, ძალიან მოკლედ იმდენად რამდენადაც და იმიტომ უფრო სწორად რომ იყოს ადვილად მართვადი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ამ ტექნოლოგიურ განვითარებამ დამოუკიდებლობა, ეხლა მე იმდენჯერ მსმენია რომ დამოუკიდებლობა, ეხლა თავისუფალი ხარ, თავისუფლად დადიხარ, თავისუფლად ამბობ დაუშვათ სიტყვას, მით უმეტეს ეხლა ბოლო რამოდენიმე წელიწადზეა ლაპარაკი. ეს ძალიან სხვა რამეა. ეს პოლიტიკოსის და ხელისუფალის ნება როგორ სისტემას აწყობს, ეს სხვა თემაა. მე ლაპარაკი მაქვს სუფთა საზოგადოებრივად, მოქალაქეობრივად, ასე ვთქვათ. ასეც ისეც ყველა შემთხვევაში ეკონომიკაც კი, როცა დამოუკიდებულია გარე დაუშვათ სხვა ქვეყნებზე და არ არის შენზე შენს ხელთ არ არის ასე ვთქვათ, ხო? არ არის განვითარებული ერთი, მეორე, მესამე სფეროები, რო აღარ ჩამოთვალო და არც დაგღალო
შენდაც ტელემაყურებელი ფაქტია რომ ყველა ფინანსურად ისე ბევრნაირად აბსოლუტურად ვარ დამოკიდებულები სხვაზე თუმცა ცხადია მე ჩემი აზრით დავასრულო თუმცა ცხადია ეს შეგრძნება იმისა რომ დღე არსებობს საქართველოში დამოუკიდებლობის შეგრძნება იმისა რომ აი ოდესღაც ჩვენ რაღაცა გარკვეულ მარწუხებს თავი დავახციეთ და ვთქვით რომ ვართ დამოუკიდებლები თუმცა ძალიან მცირე პერიოდი ვიყავით ასე სამწუხაროდ მე მეორედ იყო სხვათა შორის და გულისხმობ 9 აპრილს და 90-იან წლებს და იქაც მეორე დღიდანვე უკვე ცხვირის ჩაყოფა და ხელისფათური დაიწყეს გარეშე ძალებმა და ასე შემდეგ აი მოვყვებით მოვდივართ ასე თუმცა რიხით გულზე მჯიღის თქმით ვამბობ სრულიად საქართველოს იმას რომ ჩვენ გვაქვს აი ეს დამოუკიდებლობის დღე. და აქვე თუ შეიძლება გიგა მის დავძენდი ყველაზე მეტად პროტესტის გზნობა რასთან მიმართებაშიც მიჩნდება ისევ არის საზოგადოებრივი თვითშეგნების დაბალი დონე დამახინჯებული ეროვნული ცნობიერება და თუნდაც ეს რაში გამოიხატება ჰოლანდიელმა ენათმეცნიერმა სამწუხაროდ არ მახსოვს მისი სახელი და გვარი ძალიან სწორად და ხაზგასმით აღნიშნა რომ ჩემი ჰოლანდია არის ჩემი ჰოლანდიური ენა საქართველოს გეოგრაფიული ტერიტორიული და ასე შემდეგ რაღაც იურიდიული მასშტაბები და ფართობები არავითარ შემთხვევაში არ არის. ჩემი ქართული თვითმყოფადობა მეც ენის ჩარჩოებში და ენის სიწმინდეში წარმომიდგენია და დღეს, როდესაც ქართული ენა, აქვე გრიგოლ აბაშიძეს გაუცნებ რა ლამაზად ამბობს ქართულო შენ ხარ ენა, რომელმაც ხელსაც კი გული მიეცეს სიყვარულისთვის. ხელის გული ძალიან ბევრ ლექსიკურ მარაგში არ არსებობს. ძალიან ხატოვანი მრავალფეროვანია ჩვენი ქართული ლექსიკური მარაგი, თუმცა ბარბარიზმებით, კალკით, სლენგით და ასე შემდეგ მიზანმიმართულად თუ არამიზანმიმართულად აქ ცოტა თავს შევიკავებ, ხდება ამ ენის დაკნინებაც რამე თუ სწორედ როგორც თავიდან დაისვა კითხვა დამოუკიდებლობის შესახებ, ენის გარეშე მე საქართველოს დამოუკიდებლობა კი არა და საერთოდ ქართულობა ვერ წარმოვიდგენია. გეთანხმები და თვითშეგნება ძალიან სწორად აღნიშნე. ესეც ალბათ აფსუსია ერთ-ერთი, ნუ ნეგატიური ცხადია ჩვენს ქართველთა თვითშეგნებაში და გულისხმობ რას რომ აი როგორც კი ეგრეთ წოდებული სლენგი შემოვიდა, ნუ ჯერ იყო დაუშვათ რუსული, რომელიც აქამდე შემორჩენილა, მერე იყო კიდე ინგლისურ ენოვანი სლენგი და ნუ დღესდღეობითაც არის ერთის და მეორეც. რაღაც მე მგონია რომ შიგნით რაღაცა გარკვეული წამხედურობები შინაგანში, ბუნებაში ქართულში არის. ხა რას გულისხმობ ამაში? იცით რომ როცა ადამიანი რომელიც არ ხმარობს სლენგს სტერეოტიპულად რაღაც სტიგმისებრად გახდა მიუღებელი რაღაც ადამიანების ჯგუფებისთვის სამწუხაროდ ხო? ნუ ცხადია იმანაც მე ადამიანმა რომელიც არ ფიქრობს და უსვათ სიღრმისეულად და ასე შემდეგ ხო ხტები აყვა ამ დინებებს, აყვა ამ ტენდენციებს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც გვაქვს ამოცემულობაში. კეთილი ეს თემა ძალიან ღრმა და ვრცელია და ნუ ხა არ მინდა ისე გამოვიდეს რომ მთელი გადაცემა ამაზე ვისაუბროთ. თუმცა საერთაშორისო სპექტრს მე არ ვცილდები ძალიან შორს და მივაბავ ლოგიკურად ერთ-ერთ ისეთ ჩემთვის ძალიან საინტერესო თემას და მთელი ქართული საზოგადოებისთვის მე დარწმუნებული ვარ. ევროკავშირი, რომლის წევრი ქვეყანა ერთ-ერთი საბერძნეთი დღე-დღეზე სადაც გამოვა ევროკავშირიდან და სხვათა შორის მიზეზად ასახელებს იმას, რომ თავისი ეკონომიკური მდგომარეობის და დაბალ დონემდე ვარდნა ფიქრობენ ასე ყოველ შემთხვევაში ბერძნები რომ გამოიწვია სწორედ ევროკავშირმა ბრიტანეთი ფიქრობს და სხვათა შორის დღეს იყო კემერონის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ რეფორმა ჭირდება ევროკავშირს და ამას ფიქრობს ბრიტანელი ხალხი და სხვათა შორის პასუხად ფრანსუა ოლანდის პასუხი მენიშნა შემდეგნაირი იყო პასუხი ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირი პატივს ვცემს ბრიტანელი ხალხის აზრს ეს რაოდენ შირმა სიტყვები იყო ეს ცალკე საკითხი კიდე და სინამდვილეში ცემენ თუ არა ისინი მათ რიგებში შემავალი ერების ქვეყნების საზოგადოებას სინამდვილეში ცემენ თუ არა პატივს მაგრამ ფაქტია რომ ეს გააჟღერდა და ითქვა ეხლა გადავიდეთ მოვიდეთ საქართველომდე ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული საითმი ვდივართ ჩვენ კი ვიწევთ ევროკავშირისკენ გასაგებია ეკონომიკა გასაგებია ზოგადად ფლიანობაში დიდი ბაზარია რაზეა ლაპარაკი ეს ყველაფერი მესმის არ ვიცი აი შენი აზრით ამირან
ვაცნობიერებთ რას მოგვიტანს ევროკავშირი თუ საერთოდ ისიც კი რომ აი ხო უნდა გვახსოვდეს ერთხელ მაინც გამოკითხვა ჩატარდეს ხო რაღაცა რეფერენდუმი ჩატარდეს მინიმუმ ვიმუშაოთ იმაზე მხოლოდ კი არა რომ ტრენინგები იყოს ეს ანუ მცირე დოზას გულისხმობ სადღაც კიდე უფრო მეტი ინფორმირებულობა გქონდეს საზოგადოებას იმისას რა სად მივდივართ რა არის გვინდა არ გვინდა გვჭირდება უფრო სწორად თუ არ გვჭირდება თუ ასე შემდეგ შენ როგორ ფიქრობ მე როგორ ფიქრობ გიგა იცით პირველ რიგში, როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, აქაც ცოტა თუ გავშლიდით რასთან გვაქვს საქმე და ძალიან სწორად დასმული კითხვა. მე ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში ერთხელ ასეთი ცოტა არ იყოს და მეტაფორული შედარებით უპასუხე იგივე მსგავსი ტიპის კითხვას. ჩვენი თვით შეგნებიდან და ცნობიერებიდან გამომდინარე ვგავართ იმ ჭარბი წონის მანდილოსანს, რომელსაც სხვის გამხდარ ტანზე მოწონს მოხდენილი ქვედაბოლო, თუმცა ჩვენი სხეულივე არ გვაძლევს ამის მორგების საშუალებას. შუა საუკუნეების ევროპული ღირებულებები ჩემთვის თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა მისაღებია და ნამდვილად იყო თუნდაც ლიტერატურის მხრივ ვიწრო სპეციფიკა რო ვთქვათ, გასაზიარებელი ფასეულობის თვალსაზრისით, თუმცა დღევანდელი ევროპა რა კუთხითაც არის წარმოჩენილი და რა კუთხითაც ჩვენ საზოგადოებას დაუნახავს კი, ანუ სწორად დასვი კითხვა მდგომარეობს იმაში, ვაცნობიერებთ რასთან გვაქვს საქმე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპა ეს არის ძალიან ბევრი პროცენტული უმრავლესობისთვის მოსახლეობას გულისხმობ მატერიალური კეთილდღეობისაკენ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა ესეც რამდენად რეალურია მოვლენებთან მიმართებაში, ესეც საკითხავია და ჩემ სუბიექტურ აზრს თუ მკითხავთ ძალიან გაურებული ვარ, მეც არის რაღაც რიგი საკითხები, თუნდაც რის გამოც მე მინდა ის ევროინტეგრაცია და ვილტვი აი ამ ევროპული ღირებულებებისაკენ, თუმცა მაშინებს მეორე გარემო ფაქტორი, რომ ჩვენ არ ვართ არც აზრობრივად, არც ცნობიერად მზად და სამწუხაროდ ბევრი იმ ევროპული ჯანსაღი კულტურის ინტერპრეტირება ჩვენ შემთხვევაში დამახინჯებული ფორმით ხდება და რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება საერთოდ ერის დეგრადაცია და საერთოდ კოლაფსამდე მიგვიყვანოს. მაგრამ თუ იქნება იმის საშუალება, რომ სწორად აღნიშნე რეფერენდუმი ხალხის აზრობრივად რამდენად გააზრებულია, მე ძალიან მომწონს ევროპული ქვეყნის მაგალითები, როდესაც თუნდაც ბოლო პერიოდში ყველაზე აგორებული თემატიკა იყო, როდესაც კატალონია ცდილობდა ესპანეთთან დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულად გამოსვლას. იქ ტარდებოდა რეფერენდუმი თითოეულ მოქალაქის აზრს პატივცემენ და ეს თუ ჩვენში დამკვიდრდება და თუ მოქალაქეები გვიპასუხებენ და უფრო მეტ არგუმენტირებულად დაგვანახებენ, რომ ჩვენ ვართ მზად გადავდგათ ეს ნაბიჯი, რატომაც არა. ჩემთვისაც მისაღებია და პირიქით არ მოვერიდები გავაჟღერებ, რომ კომუნისტურმა იდეოლოგიამ დიდი დაღი დაასვა ქართულ ცნობიერს და იმ დროს დათესილი ის მანკიერი თვისებები დღეს ნაყოფის სახით ჩვენმა თაობამ მიიღოს სამწუხაროდ. კი და თუ მალე არ მოხდა რაღაც გარკვეული ცვლილებები იგივე ცნობიერებაში, სამოქალაქო პირველ რიგში სამოქალაქო ცნობიერებაში, მე ვფიქრობ, რომ იქით და იქით თაობებს უკვე ძალიან გაუჭირდება, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. მადლობა. შემდეგი თემა ესეთია სოციალური თემაა და მე მინდა უფრო საზოგადოებისკენ და სოციუმისკენ კიდევ უფრო კონკრეტულად მივიწიოთ და მივუახლოვდეთ, ასე ვთქვათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყველა წელთან შედარებით, წელს ყველაზე დიდი მატება დასაქმებულთა მხრივ ბოლო 11 წლის განმავლობაში კონკრეტულად ასე იყო. არ მახსოვს ზუსტად ციფრი, მაგრამ საკმაო რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნა. შენ როგორც რუსთაველი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ადამიანი, როგორ ფიქრობ, მუშაობს ქვეყანა რეალურად იმის. მე არ ვამბობ, რომ ამ წუთას თუმცა არც გზღუდავ პასუხი შენი საქმეა, მაგრამ იდეალურად რო სიტუაცია არ არის ცხადია. ხო, ანუ ეს ახალი არაფერი არ არის ამაში, ცხადია, მაგრამ როგორ ფიქრობ, თუ მუშაობს ამაზე? ან იქნებ შენი მოსაზრება გაქვს, აი უფრო რა კუთხით, უფრო რა მიმართულებით არის სამუშაო, იმ მხრივ, რომ ეხლა ბოლომდე კმაყოფილი ქართველი
თავისთავად გენეტიკა არ გვაძლევს საშუალებებს, მაგრამ ხო შეიძლება რომ გამონათქვამის არ იყოს, რომ კოჭებში ეტყობოდეს სიტუაციას, რომ მიდის ამაზე მუშაობე, როგორ ფიქრობ ამას? კეთილი, ალბათ ძალიან ბევრის ქართველის ჩემს ამპლუიდან პასუხი იქნებოდა პოლიტიკას შეარვერებ რაღაც. მოდი ჯერ თვითონ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად ვსებით, როდესაც პოლიტიკა რატომღაც მარტო ის საპარლამენტო და საკანონმდებლო ორგანო გონია, ნებისმიერი ორ ადამიანის შორის დიალოგი წარმოებული კომუნიკაცია ეს უკვე პოლიტიკის ნაირსახეობა, სტრატეგია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს ეს პოლიტიკა და მეც ძალიან ჩართული ვარ რამე თუ საზოგადოების განუყოფელ ნაწილად თუ თვითავს ყველა ის მტკივნეული რეალობა უნდა გეხებოდეს. ბოლო-ბოლო ამორჩევლები ვართ ეს ყველაზე მეტი ჩარევაა. პირველ რიგში, ანუ კითხვაზე პასუხი რამდენად მუშაობს, მე ასე ვიტყოდი, მე მაინც უფრო პოზიტივით ვარ მომართული და იმ მძიმე მემკვიდრეობით დანატოვარს, რა თქმა უნდა, ასე მარტივად ვერ მოვერევით. აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის დღევანდელი რეალობის მიხედვით, თუმცა არის დიდი პოზიტივი, არის პერსპექტივაში ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასე საზოგადოებრივი განვითარების ალბათობა, მაგრამ როდესაც შემდგომ მკითხე თუ მექნება ჩემი სუბიექტური აზრის გამოხატვის საშუალება, რა კუთხით უფრო ჯობია. რამოდენიმე დღის წინ მკითხულობდით საგარეულოს აქვს ძალიან კარგი ნაშრომი ცნობიერება და ყველა არავინ არ დაობს იმას, რომ ადამიანი დაბადებით როგორც ბიოლოგიური არსება homo sapiens-ი იბადება ცნობიერების და გონის გარეშე და რომ არა სიტყვებით ევოლუირდება ის გონებრივ განვითარებას ვერ მიაღწევა. ანუ ნებისმიერ ადამიანს აყალიბებს სოციუმი, ხო, საზოგადოებისგან ინდივიდი ღებულობს სხვადასხვა ინგრედიენტებს, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქტის სახით ხასიათს და პიროვნებას გვაძლევს. ამიტომ და აქვე მოვიყვანდი ჟან-ჟაკ რუსოს აქვს საუბრები კულტურისა და ხელოვნების შესახებ ძალიან კარგად საუბრობს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ხელოვნების არსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება რაღაც აი ამ ეკონომიკური წინსვლის გეგმის მიღმა და პარალელურ რეჟიმში განიხილავს საზოგადოებრივ ზრდის პერსპექტივას და შეეცდება რომ თუნდაც საგანმანათლებლო დონე და თავი არ მოვიტყოთ და თქვათ რომ დღესდღეობით ისევ და ისევ მივდივართ პრობლემის ბაზისთან ეს არის თვითშეგნების დაბალი დონე და ინტელექტი არ ვიცი სამწუხაროდ განათლება კი ძალიან არ ვიცი ეს არც ხელისუფლების ბრალია არც ზემდგომი კონკრეტული პირების ეს არის პირველ რიგში ოჯახების და ზოგადად საზოგადოების რომელსაც მზაობა არ გააჩნია რომ გავზარდოთ და აღზარდოთ ერი და აქვე როდესაც ჩვენ მშობლების ტკივილი გვესმის თუ როგორ საქართველოს უტოვებს შვილებს, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ შვილებს უტოვებს საქართველოს. აი ამაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. თითო ქართველი მოქალაქე უნდა აღზარდოთ და აი აქ მახსენდება ფინიკის ერთი ძალიან კარგი იგაური მაგალითი, როდესაც ხანშესული ადამიანი იწყებს ფინიკის დათესვას სიცხეში და იქვე მისი გამლელი მოკლედ რომ ვთქვათ, მეგობარი ახსენებს რომ ფინიკის დაახლოებით 50 წელი ჭირდება ნაყოფის გამოსაღება და ის მაინც ვერ მოესწრება და რისთვის იღწვის. ნუ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ვიხსოვდეთ არა იმისთვის რომ ჩვენ მოვესწროთ დადებით შედეგებს, ეს ჩემთვის აბსურდი და ილუზია და ამის ფანტაზია მე არ გამაჩნია. რომ ჩვენმა შემდეგმა თაობა მიიღოს ის ნოყიერი და ტკბილი ნაყოფი, რომელიც გამოყვება შემდეგ თაობებს. აი ამისთვის მიმდინარეობს ჩემი თუმცა შემდეგი თაობები გეთანხმები რასაკვირველია, მაგრამ მე ვთვლი მე ჩემს მოსაზრებას დავამატებ, რომ მომავალი თაობები ეს მინიმუმია. მე მინდა რომ საზოგადოებას ეს განწყობა უფრო კონდეს, ეს კიდევ მეორე ჩემი სუბიექტური აზრია. ეს არის მინიმუმი, ეს პროგრამა მინიმუმი. თუმცა გასაგებია და საინტერესოა შენეული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა რომ განწყობით იყოს საზოგადოება სწორედ ისე რომ ჩვენც მოვესწრებით, ჩვენი თაობაც მოვესწრებით, რატომაც არა და ასე შემდეგ. თუმცა ხო, მე ცოტა ბოლო პერიოდში სკეპტიციზმში ვარ გადაზრდილი. თუ კი რეალისტები ვიქნებით, ლოგიკასთან ძალიან ახლოსაა შენი ნათქვამი და არც მე არ ვარ ზედმეტად მეოცნები, უფრო მეტად პრაგმატული ვარ, ამდენად ცხადია რომ გეთანხმები. და ამირან პოეტები მოდი ხა პოეზიაზე და ხელოვნებასთან მივიდეთ და აქაც ცხადია საზოგადოებრივად და არა მარტო შემოქმედებითაც მივუდგეთ ამ თემას. ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ადამიანური ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე პირდაპირ გითხავ ძალიან ადამიანური ენით. რა ჭირდებათ პოეტებს იმისთვის რომ მეტი წერონ უხეშად თუ ვიტყვით კმაყოფილები იყოთ კარგი
ანუ არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ განწყობებზე, არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ სინათლეზე, გაზზე ან წყალზე ან ასე შემდეგ, რა. რამდენადაც და როგორც გაგეხარდება, ისე გავშალოთ ეს თემა, მეც ცხადია, აკვები შეძლება ის დაგვარად. აი რა ჭირდება შემოქმედს და ამ შემთხვევაში მოდი პოეტებზე ვისაუბროთ. იმისთვის რომ შემოქმედებითად კიდევ მეტი წვა ქონდეს, თუმცა პრაგმატული ჩემი პრაგმატიზმი ვახსენე მე წინა თემის ბოლოში, რომ მოდი პრაგმატულადაც შევხედოთ, ცხადია შეუძლებელია რომ ახლა მაინც და მაინც ისიც სტერეოტიპია მე ვფიქრობ რომ მაინც და მაინც შემოქმედი ან კიბის ქვეშ უნდა ცხოვრობდეს ან დახეული უნდა ეცოთ ან უნდა სულშიოდეს ან ასე შემდეგ მე ასე ვფიქრობ აი შენი აზრი მაინტერესებს ძალიან პირველ რიგში დავიწყებდი იქით რომ ყველაფრის საწყისი თავი და თავი არის კომუნიკაცია. თუნდაც ძეხვთისა იეს როდესაც განკაცდა, რატო მოხერხდა და რატო მოხდა ქრისტიანობის ასე ფართო მასშტაბური გავრცელება, ამით რომ იესო დადიოდა, ქადაგებდა და კომუნიკაციას ამყარებდა ხალხებთან, ხო? ის რომ თავის მოწაფეებთან ერთად რაღაც ლოკალურად ერთ ოთახში გამოკეტილიყო, ან მოაღწევდა ქრისტიანობა, ან არა. მივდივარ იქამდე რომ ყველაზე პრობლემატური მტკივნეული საკითხი ჩვენთვის თავშეყრის ადგილი არ გვაქვს. ეს არ არის აუცილებელი რაღაც ინფრასტრუქტურულ მაღალმოთხოვნებს აკმაყოფილებდეს მარტივი თუნდაც პირობითად შაბლონურად ავიღოთ 40-ოდე კვადრატი სადაც ჩვენ უბრალოდ წვიმიან ამინჩი საშუალება გვექნება არა მარტო პოეტებს ჩემი აზრით შემოქმედება მხატვრობა მუსიკოსები ეს ერთიანი სახეა და პოეზია ამის თავი და თავი მხატვრობა ეს არის სტილოზე გადატანილი ამღერებული პოეზია უკვე მუსიკა და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება თვითონ ამის იქით საჭიროებას მე არ ვთვლი რაიმე ჭირდებოდეს და მე ისიც არ მომწონს, როდესაც რაღაც წინაპირობებს და მოთხოვნებს აყენებ, რომ ჩვენ ეს გვჭირდება, არაფერი. პოეზია ეს არის შენი სულიერი განწყობა, შენი ემოციური განცდა და არავითარ შემთხვევაში არ მენასალმები იმ ადამიანს, ვინც ვიღაცისთვის ან რაღაცის გამო წერს. ერთადერთი რის გამოც უნდა წერდეს, ეს უნდა იყოს ის სულიერი საზო, რომლითაც უნდა გამოყვება საზოგადოება და განგარებაზე არ უნდა ქონდეს რაღაც ამბიცია, თორე იქ მეორე პლანზე გადადის შენი პიროვნული მახასიათებელი ნიშან-თვისებები. გარდა ამისა, სწორად აღნიშნე სტერეოტიპი შეიქმნა, რომ ბრჭყალებში თუ ხარ პოეტი ან მუსიკოსი, მაინც და მაინც კიბის ქვეშ უნდა იცხოვრო, უნდა ატარებდე წვერს, უნდა გიყვარდეს მაინც და მაინც ალკოჰოლი და უბრალოდ აქვე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი დიდი ბუმბერაზე შემოქმედი ყავდა, რომელიც ალკოჰოლს საერთოდ არ ეტანებოდა, მაგრამ გენიალური შედევრები შექმნეს. ძალიან ინდივიდუალური და პირობითია და თუ გალაქტიონზე მიდიან, როცა მას ბაძავენ თუნდაც ვიზუალით და ალკოჰოლთან მისი დამოკიდებულებით, გალაქტიონ ძალიან დატვირთული მძიმე ეპოქალური პერიოდი ერგო და ისეთ ცხოვრებაში უწევდა ყოფა, რომ ხო, ეს იყო ერთგვარი რელაქსაცია, კუნთების მოდუნება და როდესაც ის რაღაც იმ თავის მიკროსამყაროს იქნიდა, სადაც კომფორტულად გრძნობდა თავს, იწყებდა უკვე ფიქრს. და საბოლოო პასუხი კითხვაზე, ჩემი აზრით პოეტებს რაღაც ისეთი განსაკუთრებული წინაპირობა და საჭიროება არ აქვთ, ერთადერთი კარგი იქნება უბრალოდ 160,000-იან ქალაქში, როდესაც რუსთავში ძალიან დიდი პოტენციალი და გული რაზე მწყდება გეგაიცი, თბილისი არის ამ პოტენციალის რეალიზების პოლიგონი. ყველა იქ მივდივართ, ყველა იქ ვიწევს, აი ხშირად გვიწევს ქალაქგარეთ გასვლები და იმდენად მშურს ხოლმე, თუნდაც ქუთაისში ყვავის ლიტერატურული კაფეებია, თავშეყრის ადგილებია და ამ დროს ისინი გვიწევენ და რაღაც პირობითია და არ მიყვარს პირობითი საუბარი, მაგრამ რაღაც დონეზე პატივს გცემენ, ხო, მაშინ რატომ ჩვენ არ უნდა მოვიწვიოთ ქუთაისლები, ბათუმლები და არ უნდა ასე რომ თქვა შევახარბოთ აი ჩვენი ლიტერატურის ცხოვრება. აბსოლუტურად გეთანხმები და მართალია, კი. იცი რა მინდა კითხვა მე რა, ცოტა ისეთი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში საინტერესო და მცირედი იუმორით ცხადია, მაგრამ მაინც მართლა მაქვს კითხვა შენთან როგორც პოეტთან. აი ეს რაღაც თითქოს ახალი 21 საუკუნის ტენდენცია, თუმცა ძველიც წამიკითხოს, მაგრამ ასე ხშირი არ იყო. აბსოლუტურად ყველაფერს რაღაც 2-3 წინადადება, სადაც შეიძლება იდეა სინამდვილეში იდოს, სიღრმე კონდეს, ან არ კონდეს და მომენტის შემთხვევაში ძალიან გული მწყდება ხოლმე რომ არ დევს. თავარი, ანუ რაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა, იცი რომ ურითმოდ. აი ეს რა მიმდინარეობაა ლექსის? აი რა მომენტია ეს? პირობითად რა, ძალიან პირობითად. აი მე გავიღვიძე დილას, გავედი, ჩამოვჯექი ბორდიურზე, ქუჩაში მიდიოდა ჩემი მეზობელი, რომელსაც ბავშვი მიყავდა ბაღში. всё, ეს ლექსია. აი რაღაც ხო არსებობს, რომ ეს ლექსია, ეს პროზაა, ეს
ეს როგორ შეიძლება არ არსებობდეს, ხო? არა, არსებობს აუცილებლად, თუმცა ამის არ ცოდნის გამო ხდება მსგავსი ტიპის ურითმო თუნდაც ლექსების, რომელსაც აქვს თავისი სტრუქტურა და ეწოდება ვერლიბრი, არის კონვენციური ლექსი, როდესაც არის სარითმო წყვილები და ეს ყველაზე ასე რომ ვთქვათ, ის ტრადიციული სახეა ქართულ პოეზიაში, თუმცა მე ვერლიბსაც მივესალმები, მაგრამ თუნდაც თეთრი ლექსი ზენიტში აიყვანა მუხრან მაჭავარიანმა, რომელსაც სარითმო წყვილები არ ქონია, თუმცა რა ვიცი, ჩემთვის მუხრანი ძალიან დიდია. ლაშა გახარია, თამაზ ბაძაღუა ვერლიბრის გენიოსები იყვნენ, თუმცა ვერლიბსაც აქვს შინაგანი ჩონჩხი სტრუქტურა, რომელსაც უნდა დაემორჩილო. და შენ სწორად აღნიშნე, ბოლო პერიოდში იმდენად მოდური ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ძალიან სკოლის პერიოდში რო ვიცოდით ხოლმე, რომ აი სხვათა აზრებში რაღაც უბრალოდ ამოტყორცნილი, გაუაზრებელი ხუმრობი დაწერილი, რომელიც ვიღაცამ მიამსგავს სასავით იმ სარითმო წყვილებს და სტრუქტურასაც ჩამოწერა, გაუზიარა 5-6 მეგობარს, რაც გაზიარების დროს უკვე გექმნება ვალდებულება, რომ ვერაწყენებ ადამიანს, ხო, კარგია, ყოველ შემთხვევაში კარგია წერა, ამის გამო შეექმნა მას ცრუ ილუზია, ფანტაზია და მე ყოველთვის ვამბობ რომ მე პირადად ჩვენ რატო შევქმნით მე-13 თვე რეალური სამყარო, იმიტომ რომ ამ ხელა კლასიკოსების ამ ბუმბერაჟი შემოქმედების გვერდზე როგორ დავირქვა, მე ჩემთვის და თავხედობა მიმაჩნია, რომ წარმოდი და მე პოეტი თუ ვიღაცა ჩათulis დიდი მადლობა, ხო, საზოგადოებამ და დრომ. და ასე რომ ეს ახალგაზრდები უპასუხისმგებლოდ იქცევა. მე ყოველთვის ვამბობ, პოეზიას მეტი სიფაქიზე და დელიკატურობა ჭირდება. ესე ჩვეულებრივი მოკვდავი, სულიერი არსება, რომელიც სუნთქავს, განიცდის, გზნობს. პოეზია მეტაფორა. პოეზია ჩემთვის არის მთელი სამყარო ერთ სიტყვაში შეკუმშული და აი ძარღვებით რომ დაგაქვს დედამიწა. და ის ახლა რაღაცა შენ მარტო პირად განცდებზე მართლა შე როგორზე გაიღვიძე და იქ რაღაც არ მოგეწონა, ეს უბრალოდ წერონ, რაჯობია, მე მომწონს ეს ტენდენცია, უბრალოდ პოეზია არ დაარქვან, არ წარმოაჩინონ თავი რაღაც ჩვენ პოეტები, არა. და ამას მე ვფიქრობ, რომ არც უნდა როგორ გითხრა, მე ვახსენე თავში ის რომ ყველა ვარიანტში ხელშეწყობა იმას ჭირდება, რაც აუცილებლად მე ერს და მომავალი თაობები ვახსენეთ გამოადგება, ანუ რაღაცა ეროვნული გეგმა, ეროვნული კონცეფცია უნდა არსებობდეს ყველა შემთხვევაში, სადაც იქნება აზრების თანხვედრა. აი მაგალითად ამ შემთხვევაში ავიღოთ პოეზია. ხო, თუ კი ამას ექნება აი ეს ხელშეწყობა და ძალიან საინტერესოდ თქვი, რომ მეგობარმა ვერაწყენინა მე ერთს ორს სამს გაუზიარა და всё, შეერქვა პოეტიური დაწერა. ეს არაფერისკენ ცუდის გარდა არ წაგვიყვანს, მე ასე მგონია რა. კი, თავისთავად. პრობლემის ამოსავალი წერტილი აქაც შეიძლება ჩემი ასაკიდან გამომდინარე და მე არ მიყვარს სტერეოტიპები, ჩარჩოები, ეს ასე არ შეიძლება, ეს შეზღუდვები ჩვენ არც ქრისტიანულად არ გაგვაჩნია, უბრალოდ არის რეკომენდაციები და ძალიან ანუ ყველაზე ლოიალური და ჰუმანური და ყველაზე მიმტევებელი არის ქრისტიანობა. ამიტომ მიყვარს მე და ამიტომ ვარ სწორედაც აი ამ აღსარებლობის მიმდევარი. და რისი თქმა უნდა, აი ამბობენ რომ შენ ეს არ შეგიძლია და უფროსი თაობის დამოკიდებულება ჩვენ შენზე გაცილებით დიდები და უფრო მეტი ვიცით. არა, სამწუხაროდ დღევანდელი ეს პოეზიაში არსებული რეალობა და პრობლემები არის მწერალთა კავშირის უნიათობის და არა კარგი ორგანიზებულობის და არა კარგი მართვის გამო. და მარტო იმიტომ რომ ისინი გადმონაშთებიან კომუნისტური იდეოლოგიის და ასაკობრივად ჩვენზე დიდები არიან, მე არ მინდა ცუდად გამომიდეთ, კარგად გამიგე. უბრალოდ მე შედეგზე მწყდება გული, რომ არაფერი არ კეთდება, წინსვლა არა, ისევ ის ხიჭატეხილობის პრობლემა ჩნდება ქართულ პოეზიაში, როცა ყვავს ჭილაძე, გახარია რამდენი და ამის მერე გამოვდივარ ჩვენ და მე ჩემს რაღაცას ბჟუტურსაც კი ვეძახი, მაგრამ მადლობას ვუხდი, ვისაც ეს ბჟუტური მოწონს. მაგრამ ვიღაცას არ უნდა შეექმნას სრულ ილუზია და ამბიცია და თუნდაც უფროსი თაობის წარმოადგენებში ბევრია სამწუხაროდ. რასაკვირველია ახლა სტერეოტიპები და ჩარჩოები და სტიგმები არანაირად. მე ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ვარ მაგის, მაგრამ თავისი სახელი მაინც ერქვა. მეც არაფერს არ ვამბობ. გაგიკვირდება და ძალიან ისეთ თემაზე უნდა გადავიდე ახლა ნეგატიურზე საკმაოდ, მაგრამ ნუ ამის ამოვწურავ ნეგატიურ თემას, თუმცა არ შეიძლება არ გკითხო როგორც ახალგაზრდას, როგორც ჰუმანურ ადამიანს იმდენად რამდენადაც ახლა პოეტი რატომ უნდა იყო ბოროტი, ხო? თუმცა ესეთებიც ყოფილა, მაგრამ მე ვიცი ზუსტად რომ ამირან ჯანჯღავა ჰუმანური ადამიანია ზოგადად. ძალიან ცუდი ტენდენცია, თუმცა ერთი მიზეზი იმის, რომ ამ ინფორმაციულმა არავაკუუმმა, ასე ვთქვათ, და ხელმისაწვდომობამ, ინფორმაციის ძალიან ადვილად ხელმისაწვდომობამ, განაპირობა ის, რომ აი რა ხდება, ვაიმე რა ხდება, ანუ ბევრი რაღაცები ხდებოდა აქამდე, თუმცა ეხლა ყველაფერი ვიცით. რა მოხდა კილომეტრებს იქითაც კი. ამ შემთხვევაში მინდა ვკითხო განზრახ მკვლელობაზე, რომელიც ჩემთვის მე სულ ვამბობ იმას, რომ ესეთ პატარა ერი, როგორც საქართველოა და ცოტავდები, ხო, არ მრავლდები.
ძალიან სამწუხაროდ, ხა მიზეზებს დავიგავანებოთ. აი ეს ჩიტებივით, მოდი ასე ვთქვათ, ხოცავდნენ ადამიანები ერთმანეთს და მაშინ მით უმეტეს როცა ამ მოტივში არ არის არაფერი დაუშვათ ისეთი განსაკუთრებულად მორალური. გულისხმობ რას ხა? შეიძლება რაღაც შენს პიროვნულს და შინაგანს და ზოგადად ცნობიერს და ძალიან შენს ოჯახს, შვილს და ასე შემდეგ ისეთი რაღაც რო შეიძლება აფექტის მდგომარეობაში უარესი ვქნა ან მე ან შენ ზოგადად, მაგრამ როცა მოტივში საბოლოო ჯამში მორალური, ეს ვიგულისხმებ მორალურობაში, არაფერი არ არის. როგორ ფიქრობ, განზრახყლელობა შეიძლება შენ როგორ დაუშვებ, რომ იყოს სიკვდილით დასჭადი? ძალიან რთული თემაა გიგა და ძალიან გამიჭირდება პასუხი, თუმცა მეც არაერთხელ მიფიქრე და აქაც კიდევ ხაზგასმთავ რომ არის ჩემი სუბიექტური ხედვა და არ არის საჭირო ეს არის საინტერესო რა. გაიზიაროს. მე ვფიქრობ რომ აი მახსენდება ერთი ფსიქოლოგიური კვლევა ჩაატარეს ბავშვთა ფსიქოლოგებმა ბეტ ჰარტმან და ტოდ რეზლიმ კანზას-სტატის ერთ-ერთ სკოლაში შეისწავლეს 52 ბავშვს აკურდებოდნენ და აინტერესებდათ რა განაპირობებდა მათში დაბალ აკადემიურ მოსწრებას. და მივიდნენ ასეთ საინტერესო დასკვნამდე მთელი რიგი კვლევების შემდეგ, რომ ბევრი არ ვისაუბროთ, რომ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებს მშობლები იყვნენ პროფესიით რაღაც დაკავებულები და მუშაობდნენ, ბავშვებს 13 წლის ასაკში გაგონილი ჰქონდათ დაახლოებით 30 მილიონამდე სიტყვა, ხოლო სოციალურ შემწეობაზე მყოფი უმუშევრების ოჯახებში და ასე შემდეგ, რაც ქართულ რეალობაში ძალიან ბევრია, იმ ბავშვებს გაგონილი ჰქონდათ 10 მილიონამდე სიტყვა უფრო ნაკლები და სწორედ 3 წლამდე ასაკში გაგონილი სიტყვების რესურსი დაასკვნის, რომ განაპირობებს ჩვენ შემდგომ განვითარებას, დამოკიდებულებას, ზოგადად საზოგადოებისადმი ფსიქოტიპს ალბათ და მე ვიტყოდი, რომ დღეს საზოგადოებაში არის არასრულფასოვნების შინაგანი კომპლექსი. ეს განპირობებულია სწორედ იმ თუნდაც ინტელექტობით და ასე შემდეგ. და ეს ადამიანები მე ხშირად მithქვამს, რომ ხშირად ბავშვი არის ოჯახის მსხვერპლი, დაბადებიდან მსხვერპლია, განწერულია ის რაღაც ძალიან ცუდი მომავლისაკენ. ის მკვლელობები, რომელიც ჩადენილია მოტივის გარეშე და უბრალოდ მარტივად ხდება აფექტის მდგომარეობაში გადასვლა, აქაც მივდივართ, რომ ოჯახებში არ მოხდა სათანადო აღმზრდელობითი ღონისძიების გატარება, მაგრამ ამავე დროს ამას ხელი არ შეუწყო სახელმწიფომ. ანუ პრევენცია რაღაც კონკრეტულ დანაშაულებს დანაშაულს ვერავინ ვერ აღმოფხოს, ეს სისულელია. ეს ისეთივე მანკიერი სამყარო შექმნიდან ადამიანის თამდევი ბუნება დანაშაული და სწრალტოლა დანაშაულისაკენ, მაგრამ თუ სახელმწიფო კარგად მუშაობს და მთელ რიგ ღონისძიებებს და სხვადასხვა ჩართულობებს ატარებს იმისათვის, რომ არა მხოლოდ სადამსჯელოს, არამედ სწორედ პირიქით მე ვფიქრობ, რომ იმ ბავშვობის ასაკში უნდა შეეცადოს, რომ ჩვენ აღვზარდოთ და არა ფიზიოლოგიურად გავზარდოთ. და ეს ჩადენილი მკვლელობები რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ხასიათისა და კიდე რა არის, იცით, ენერგეტიკა. ეხლა ჩვენი ნეირობიოლოგიური პროცესები პირდაპირ ექვემდებარება ფიზიკის კანონებს, ექვემდებარება კლიმატურ გარემოს და ასე შემდეგ, ხო? ამას ადამიანის ჩამოყალიბებაში ყველაფერი ერთდროულად თავის წვლილ როლს თამაშობს. და ამით იმის თქმა მსურს, რომ ქალაქში არის ძალიან ნეგატიური, არა მარტო ქალაქში, ქვეყანაშია ნეგატიური ენერგეტიკა, რომელშიც გინდა არ გინდა ერთვები. აი ხა ყოფილა რომ ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლო წინ გიზის ადამიანი, რომელსაც არც იცნობ, მაგრამ მინდა ნეგატიური ენერგეტიკა მოდის, რომ შენს რაღაც დისკომფორტი გექნება, ხო? ერს ჭირდება რაღაც სხვა მუხტი. არ უნდა ვიძრუნოთ მარტო კარგია დასაქმება და აუცილებელი წინაპირობა, მაგრამ ცოტა სხვა მიდგომებია, ცოტა მეტი პოზიტივია და წეგან არაერთხელ გაჟღერდა და სტერეოტიპები ცოტა უნდა გამოვიდეთ ამ ჩარჩოებიდან. და ბავშვობიდან რომ აი მარტო აი ასე გვასწავლეს ყურებაც უნდა გავახილოთ თვალები და აღვიქვათ რაოდენ ლამაზია მიწიერი ყოფა და არც ის არ მომწონს მე სიმართლე რო გითხრა რაღაც დაბრმავებულ მრევლის პოზიციაში მყოფი ქართული მოსახლეობა ფანატიზმი ხო რომლებიც თვითონ უფალი ამბობს ეძიებდეთ და პოვებდეთ ხო არ განისაზღვრება ქრისტიანობა არც დანთებული სანთლების რაოდენობით არც ატალახებული ტაძრის ეზოებით და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში უპასუხო ჩემს კითხვას მიუხედავად იმისა მეფისა და მოვალის იგავში პირდაპირ ვალდებულება გვაქვს რომ თულფალმა იტვირთა თავისი ძეღვთის განაკაცა და იტვირთა ეს ჩვენი ცოდვები ჩვენ უბრალოდ მორალური უფლება არ გვაქვს სხვას არ მიუნდოთ და არ ვაპატვით მაგრამ მე მოდი ისევ ჩემ თავზე ცოდვას ავიღებ და ვიტყვი რომ ყველა განზრახ მკვლელი როდესაც მოტივი არ არსებობს რაზეც ჩვენ სწორად აღნიშნე ყველა უნდა იქნეს სასჯელის უმკაცრესი ზომის დაშლა მეც ასე ვფიქრობ ამირან მოგვიტევებს გამჩენი მაგრამ მეც ასე ვფიქრობ და ამ შემთხვევაში პოზიცია ჩემი
ცალსახად გამოდის იმადგან, ვისი დაუშვათ მსხვერპლი, ვისი შვილიც იყო, ვისი ნათესავიც იყო, ვისი მეგობარიც და თუნდაც მოქალაქეობრივად რაზეა ლაპარაკი. არ შეიძლება ხელყო სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მიაჩნია. კიდევ ვიმეორებ, აი აბსოლუტური მე ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში ჩემ არსებობაში იმდენი სულელური მოტივი მსმენია, რომ არ ვიცი. კეთანხმები და ეს ვითომ მოჩვენებითი ლიბერალიზმი და კონსერვატორიზმი. აი რაღაც ფრაზები შემოვიტანეთ, რაღაც რომლის დეფინიციაში ვერ გავერკვევით და დავიბენით. ვერ ვერკვევით რა არის, როგორ არის, რატო არის. და რისი თქმა უნდა, იცი, ჩემთვის და ქართული რეალობის ყველაზე დიდი პრობლემა. შენ მომეწონა რომ თქვი, რომ შენ იმ შვილმკვდარი დედების პოზიციიდანაც გამოდის სასახლის შენი მდგომარეობა და მეც იგივე აზრიზიარებ. და რა არის, იცი, ქართულობის დიდი პრობლემა. ჩვენ როდესაც აი პატიმრების ეს კადრები გავრცელდა ძალიან ძიმე კადრები ხო ბოდიშ მოვითხო ლოზუნგი ქონდა ცოტა ისეთი ცენზურისთვის ასეთი რაღაც გვეწერა რომ არ დაგავიწყდეს რომ შენს გაქვს ტრაკი ანუ ქართველი ადამიანის პრობლემა რა არის იცი მარტო პირად და ანუ ყველანაირი ეთიკა დავარგო და ეთიკური გახდა მარტო ის რაც პირად კეთილდღეობას და რაღაც სოციალურ წინსვლას უზრუნველყოფს აი მე ამირან ჯანჯღაოს ნაკლებად მაინტერესებს როგორც რიგით ქართულ მოქალაქეს შენ გიგას რა პრობლემა გაქვს რა ყოფილი პრობლემა გაქვს ვინმე მოგეკლეს არ მოგეკლეს შენი უფლებები დაირღვა სანამ მე მექნება 500 თუ 600 ლარი ხელფასი და მექნება რაღაც ის ჩემი მყუდრო გარე ილია ჭავჭავაძის სიტყვების არ იყოს მომრავლ და მე და არა ჩვენ სამწუხაროდ გათითო-კაცებული ქართველობა ეს არის პრობლემა სამწუხაროდ ნამდვილად იმიტომ რაღაც ერთ აი ჩვენს ნაჭუჭში ვხედავთ იქეთ მე ვეღარ ვხედავთ ესეც ძალიან ცუდი მომენტია ძალიან ცუდი რაღაცა კეთილი მადლობა ამირან არაფერი ისე არ მოდის უბრალოდ ამ ცხოვრებაში უნებრივია ჭირდება და საჭიროა უბრალოდ ძალიან დიდი ბრძოლა, ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი მოთმინება იმისთვის რომ შენთვის სასურველს მიაღწიო. მოდი არ ვიქნები კონკრეტული და მარტო ამირან ჯანჯღავს, ანუ შენ პირად მომავალზე არ კითხავ ამ შემთხვევაში. აი როგორია შენთვის სასურველი ქვეყანა, როგორია შენთვის სასურველი ქართველი მომავალი თაობები ვახსენეთ. ჩვენ თუ სიღრმეებში ჩავალთ, მე და შენ არ გვეყოფა ალბათ შეიძლება რამოდენიმე დღე და ღამე არ გვეყოს იმისთვის, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ უფრო რო გაგიადვილო დაუშვათ, ხო აი კითხვას ვე დავამატებ რა, იცი რომ აი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ყოველთვის როცა დიდი პრობლემის წინაშე დგახარ და საერთოდ აბსოლუტურად განსხვავებული მიზანი გაქვს იმისგან რა რეალობა და მოცემულობაც გაქვს კონკრეტულ შემთხვევაში. ყველაფერს ერთდროულად ვერ გადაჭრით ცხადია. ირჩევ აუცილებლად გადასაჭრელ პრობლემებს და აგრძელებ გზას. შესაბამისად მე და მე რადგან პრობლემები მე ნაკლები რჩება უფრო ადვილად ერევი. აი ყველაზე ისეთი რასაც აუცილებლად გვერდზე გაწევდი და ყველაზე მანკიერად აი რა მიგაჩნია და დაუშვათ რა არის აუცილებელი და უპირველესი იმისთვის რომ რაღაც შენთვის ამირან ჯანჯღაოსის სასურველი საქართველოსკენ წავიდეთ ასე ვთქვათ რა. პირველ რიგში გიგა მადლობა კითხვისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ასეთი კითხვებით უნდა მივიდეთ რაღაც სრულებამდე. პირველ რიგში მე მინდა საქართველოს სადაც ქართველები იქნებიან და რატო ამბობ. ძალიან მარტივი ფრაზა, რომელშიც თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ჩემი სუბიექტური ხედვით არის ის, რომ ბევრი ფსევდოქართველია, ბევრს იურიდიულად აქვს ქართველობის სტატუსი, მაგრამ რას ვამბობ, ისევ და ისევ მივდივარ ხალხთან, არც ხელისუფლებასთან მე ყველაზე დიდი პროტესტის გზნობა ხალხთან გამოჩნდა ხელისუფლებასთან ნაკლები. მე ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა გაიაზროს, როგორც ყაზბეგი ამბობდა, ჩვენი გორისეული წარმომავლობა, უნდა გაიაზროს თუნდაც ის 1227 წლის 13 ნოემბერი, რომ ამაყობთ ამ 100,000 მოწამის სისხლით და მეოთხე ჭიქაში ბახუსის მდგომარეობაში ატირდები, გეფიცები, ისეთ სუფრებზე ვარ ყოფილა ეს ქართული თანმდევი მოვლენა, აი ისე მამაპა ისე ქართულად ისე გაგიჟდები და მეორე დღეს ადამიანი რომელიც ინერწყება, იგინება, იფურთხება, ამტრევს ბუნკერი გვერდზე აქ ძირს ყრის იქვე ყანწი უკავია და ნაგავს დააგდებს. საშინელებები, ხო და მივდივართ იქამდე რომ ეს სტერეოტიპებიდან გამოვიდეთ ის რაც რაღაც დაბინდული ტრადიცია ვითომ გონია და ამ დროს რაღაც იმ კომუნისტური იდეოლოგიის ცრუ რწმენა და ჩვევები ესენი უნდა მოვიცილოთ, უნდა განთავისუფლოთ, უფრო ლაღები უნდა გავხდეთ, მეტი პოზიტივი გჭირდება. ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი მორალური და სამართლებრივი ვალდებულებები ქალაქის და ზოგადად ქვეყნის წინაშე. და არ უნდა ვიყოთ ასე ვთქვათ ლუზერის სლენგს ვიხმარ, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ ანუ
წარუმატებელი ადამიანის პოზიციიდან, რომ მხოლოდ ამ ბედს, რომელიც არ არსებობს, ამას დავაბრალოთ ჩვენი უნიათობა. და თითები გავიშროთ ხელისუფლებისგან, თითები გავიშროთ ბედის და უიღბლობის და გამჩენის მიერ რაღაც განწერული პოზიციისკენ, არა და არ ვეძებოთ საკუთარ თავში. ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ. მე ნებისმიერ დროს, მე რო დღეს ამირან ჯანჯღავა ვარ და თუნდაც რაღაც პრობლემები მაქვს, თუნდაც მატერიალური და ასე შემდეგ, ეს არის ჩემი ბრალ. არც ხელისუფლება, არც გიგა, არც საზოგადოება არავინ არ არის ამაში დამნაშავე. მე სწორედ ამიტომ დავიწყე დღევანდელი გადაცემა ასეთი შესავლით, რომ ბედნიერია და გავიმეორებ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეიცნობს საკუთარ ალტერ ეგოს. შესაბამისად, მასში ყველა ადამიანში ჩემი აზრით, ნუ არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ ვამბობ და მეთანხმები ამაში ალბათ ეს ჩვენამდეც თქმულა, რომ ცხოვრობს, ბუდობს ყველაზე მთავარი ჩემში, ყველაზე მთავარი გიგა, რომელსაც აი ბოლომდე რომ შეიცნობ, მე შეიძლება რომ ის გარეთ გამოუშვა, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო რომ გავამხატრულოთ, ასე ვთქვათ რა და მე გეთანხმები ბოლომდე იმაში რომ აუცილებელია რომ ეს შინაგანი ჩვენი საკუთარი თავები ვიცნოთ და აი ალტერ ეგოც სწორედ იმიტომ აი ასე დავსხდეთ ის ორი შავი და თეთრი პირობითაც მოდი ასე ვთქვათ ჩვენი გადაცემის ანუ ჩვენი ტელეეთერის ეკრანზე სამწუთას ჩვენი Facebook-ის ასე ვთქვათ ლოგო შავი და თეთრი კაცუნები დარბიან სწორედ ეს არის რომ აი ესე აუცილებელია მე ვფიქრობ და დაჯდა ერთი პოზიტიური ერთი ამაში დაგროვილი ნეგატივებით დასხდნენ და უნდა დღეში ცოტა ხანი დღეში რაღაც რამდენიმე წუთი მაინც ვესაუბროთ ერთმანეთს ორი ნატურა ასე ვთქვათ და მე რაღაცამდე მივალთ რა კიდე ერთ დავძენთ გიგა ესეც თავისთავად პრობლემაა რომ კომუნიკაცია და ეს სოციალურმა სამყარომ ჩვენ საუბრობთ რომ მოგვწყვიტა და ადამიანურ ურთიერთობებს დაგვაშვა და კი გაგვაცება გაგვაუცხოა ერთმანეთისადმი მაგრამ რა არის ეს ქართულის პოლემიკის რაღაც კამათის კულტურა არ გაგვაჩნია. ყოველთვის ორ უკიდურესობაში ვართ. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება და ეს ლიბერალები, რომლებიც თავისუფალი აზრებით გამოდიან, რა ვიწყდებათ, იცი? მეც იგივე შაბლონს გავიმეორებ. შენი აზრი თავისუფალია იქამდე, სანამდე არ დაიწყება სხვისი აზრის თავისუფლება, ხო? აი ეს არ უნდა დავარღვიოთ. ამავდროულად თუ რაღაც არ მომწონს მე ასე რაღაც პირველ ყოფილი პაპუასიოid ქვისროლა და იმის დედა, ამის დედა და ფიზიკური ჩართულობა და ასე შემდეგ ეს არ არის პროტესტის სწორი ფორმა. აი როგორც ჩვენ ორი განსხვავებული ინდივიდი, განსხვავებული აზრები და ხედვები, თუმცა ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, ნებისმიერ დროს შევძლებთ რომ მითხრა რომ ამირან იცი რა მე არ მომწონს შენი ესაზროვნება და მე ვფიქრობ რომ შენ ცდები. მეც შევეცდები რომ დავფიქრდე. ხო აი ზუსტად აი ამ მდგომარეობამდე თუ მივალთ და როგორც ნიკოლა იყო და სამოვართან ერთად დავსხდებით მარტო მაგიდასთან ვისაუბრებთ და არა ვიტყვით რომ ქართული სუფრა აკადემიაა და გამოუთხრებით ისე რომ გონს დავკარგავთ და აქ შევახსენებ რომ აკადემიურობის საწყისი იყო ის რომ იქ ინფორმაციული გაზიარება მიმდინარეობდა საჭირო საკითხებზე მსჯელობა. ანუ პასუხი ჩემი არის რომ ისეთი საქართველოს სადაც ქართველებს თავისი მოვალეობები და მოქალაქეობრივი პასუხისგებლობები გააზრებული ექნებათ და კრიტიკას დაიწყებენ თავისთავიდან და იქნებიან ჭეშმარიტი ქართველები. აი ეს არის ჩემი აბსოლუტურად დიდი მადლობა. სხვათა შორის 1 ივნის ფიროსმანის ტილო გამოაქვთ აუქციონზე და სამწუხაროდ მოხსენებულია, დარეგისტრირებულია როგორც რუსული ტილო, ასე ვთქვათ. ნიაზ დიასამიძეს ჰქონდა დღეს ნახე ინიციატივა ესეთი, რომ ყველა რაც მეტი უკეთესი ქართველმა რაც თითო $1 ჩავიცხოთ, რომ საქართველოში დაბრუნდესო, ანუ ჩვენ ვიყიდოთო. ძალიან ცუდი ფაქტია ეს. ნიკოლა ფიროსმანი ავტორი არ დაგვიკარგეს, კიდევ კარგი, მაგრამ ნაშრომი და ნამუშევარი როგორც რუსული ისეა შესული ძალიან სამწუხაროდ. ეს სხვა საუბრის თემაა კიდევ როგორ უნდა იქცეოდეს ამ შემთხვევაში იგივე საზოგადოება და შეიძლება გაკეთდეს იგივე სახელმწიფო ეს სამინისტროები იქნება თუ მთლიანობაში მთლიანი ბირთვი, მაგრამ ეს სხვა თემაა, სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე. ამერან მივადგეთ ჩვენს მშობლიურ ქალაქს, რომელიც შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ გვინდა არ გვინდა, მოგწონს არ მოგწონს, ეს ჩვენი ბედის წერაა, ხო? ახლა ვიღაცა მეტი ხანია ცხოვრობთ ამ ქალაქში, ვიღაცა ნაკლები ხანია ამ ქალაქში ცხოვრობთ, ვიღაც დავიბადეთ, ვიღაცა მერე ჩამოვედით, ან მერე ვიღაც წავა, ან ასე შემდეგ, მაგრამ დღევანდელ რეალობას ვამბობ, ორი რუსთაველი ადამიანის ხედვართ და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხი, არ ვიცი ხა როგორ ჟღერს ეს, მაგრამ მე ყველა გადაცემაში აბსოლუტურად ყველა სტუმართან აღნიშნულ კითხვას ვსვამ და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.
შენი გადმოსახედიდან, აი ზუსტად ხვალინდელი და ზეგინდელი რუსთავი როგორია? რა ნიშა უნდა კონდეს რუსთავს? კეთილი, მე მისაუბრე მეგობრებთანაც და კარგია ეს მუშათა ქალაქი რომ ვარ და ამ ფორმატში გვიცნობს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს, მაგრამ აქვე კითხვა იბადება მუშათა ქალაქში რამდენად ვართ. და მეორე, მე ვფიქრობ რომ არ იქნება ურიგო თუ პირველ რიგში ქალაქის რაღაც ნიშა შევცვლით და მე ერთხელ რაღაც ინიციატივით მეგობრებთან ვთქვით რომ გვესაუბრა რომ იყოს მოდი პოეზიის ქალაქი, რატომაც არა. თუნდაც რუსთაველი, აი მორჩა, რუსთაველი ეპოქაა, რომელმაც რა ვიცი, გაუსრო დრო დაამარცხა და ის თუნდაც გენდერულ თანასწორობის ამ ბალანსის მაკეტი პირველ რუსთაველმა შექმნა ლეკილონის ასწორია ზოიყოს თუნდაც ხვდე და ასე შემდეგ. ეს არის წიგნი, ეს არის შედევრი რომელიც გვასწავლის და შეგვამეცნებს სამყაროს. გენიალურია. რატო არ უნდა იყოს პოეზიის ქალაქი? ნიშა ავიღოთ რუსთავი პოეზიის ქალაქი. მოვხატოთ ქუჩები. ძალიან ფერის ფსიქოლოგია არსებობს და ეს მელანქოლიური ფერები ხუმრობით მithქვამს რომ შენობებს გაქცევა რომ შეეძლოთ აუცილებლად გაიქცეოდნენ. რაიმე დაღლილი რაღაც ჩამომხმარი ბოტკინიანი სხეული აქვს ამ შენობის. რაღაცნაირად ჩვენ თვითონ ეს მე მოქალაქეობაზე მაქვს საუბარი. ხშირად შევიკრიბოთ რაღაც მოვაწყოთ სკვერები, დეკორაციები ქალაქებში, მოვხატოთ და დავწეროთ. აი, როგორ რაღაცები. ესე ჩვენი პოზიტივები. ხო, სტროფები, რომლითაც მეტი ეს სილამაზე შემოვა ჩვენს ცნობიერში. მაგალითად, პარკი, აი, მე რუსთავის პარკზე გიждები და იდეალური გარემოა ჩემთვის და ძალიან დიდ დროს ვატარებ. მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის ამ პარკის შესახებ და ეს კიდე ჩვენი პრობლემაა, ხო? ამიტომ მოდი ახალგაზრდები შევიკრიბოთ პარკში, ვიფიქროთ, პარკში მოვწეროთ მაგალითად არ ვიცი სამართლებრივად როგორ ხდება რა ნებართვა ვისთან არის საჭირო, მაგრამ გონი ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით ქალაქი ამ ინიციატივას გვერდში დაუდგება, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ისინიც ამავე მცდელობაში არიან. ძალიან ლამაზი თითო სტროფი, თითო ფრაზა, რაღაც ისეთი რაც განწყობას აგვიმაღლებს, ხო? შეიძლება რომ ქალაქში ყველგან რუსთავში იყოს ეს პოეტური ფრაზები და ნიშა შევცვალოთ, რა, რუსთავი პოეზიის ქალაქშია და აქეთ ჩამოვიყვანოთ. არათუ რუსთაველები გავაქციოთ. ძალიან კარგი. პირიქით ძალიან კარგი. მე ბოლომდე ვეთანხმები კულტურულ ნიშას და საგანმანათლებლო ნიშას ბოლომდე ვეთანხმები. მეტიც, მე რითიც შემიძლია და რითიც შემეძლება აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის შენთან ერთად და ყველა იმ ადამიანთან ერთად, სადაც თანხმედრაში მოვა დაუშვათ ჩემი მოსაზრება და ხედვა ამასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ კულტურული ნიშა კონდეს რუსთავს და ახლა სამეწარმეო თუ კი იქნება ხელს არ უშლის არანაირად რაზეა ლაპარაკი, პირიქით მეტი ეკონომიკური თვალსაზრისით მეტი ფინანსი იქნება და მეტი წყალებში შემწეობა ექნება ხელოვანს, ბუნებრივია. შემწეობა ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. კეთილი, მადლობა ამირან. ყველა გადაცემაში ერთ ანდაზას განვიხილავთ ხოლმე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქართული ანდაზების ზოგადად და კიდევ ერთი იმის გამოც, რომ მათ რაღაც საკმაო ნაწილს ბოლომდე ვერ ჩავუღრმავდი და რაღაც მორალთან ბოლომდე ვერ მივედი. ან ხშირ შემთხვევებში რამოდენიმე მორალი და ახსნა მოუძებნე და აი ამდენად რაღაც საინტერესოდ მივიჩნე ყველა გადაცემაში ვაკ ხოლმე. დღევანდელ გადაცემაში მოდი ესეთი ანდაზა გავიაროთ რამოდენიმე სიტყვით. გეშინოდეს იმის, ვისაც შენი ეშინია. ეშინიანო, ასე ხალხურად ზუსტად. აი რა მორალია ეს? თუ კი შენი ეშინია, რატო უნდა გეშინოდეს იმის? შიში ბადებს იმას რომ მე ის შენსკენ რაღაცა ისინი ისროლოს, ისრები, აი რა როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ რომ როდესაც შენი ვიღაცას ეშინია და თუ ადამიანს ეშინია, აქ ხაზგასმულია მის სისუსტეზე, ხო? სუსტი ადამიანის პოზიცია რა არის? პირდაპირ არასდროს არ მოვა, ყოველთვის დაელოდება სათანადო დროს, ან ზურგიდან რაღაც ისეთი მუხტავ ვარიანტს, რომ ასე გაგისწორდეს და ანგარიშება მოახდინოს. და მეც არაერთხელ მithქვამს, რომ არის პერიოდი, როდესაც გადატეხ სასახლეში ვიყავი და მომწონდა ეს რაღაც ისეთი ძალადობრივი სტერეოტიპები და როცა ვიღაცას ეშინია შენ ხო როგორც ანდაზის მიხედვით მეც მომწონდა, მაგრამ მე გადადიხარ ამ ჰორმონალურ ცუნამებს, ეტაპებს გადიხარ და ხვდები რომ პირიქით ეს ყველაზე ცუდია. ყველაზე კარგი როცა უყვარხართ. და ალბათ შეგონება და გზავნილი ჩემი სუბიექტური ხედვით უნდა იყოს ის, რომ არ უნდა ვეცადოთ რომ ვიღაცა რაღაც ზემდგომი რაღაცან შიში დავნერგოთ. პირიქით სიყვარული. სხვათა შორის საჩემო ანდაზა, ეს ანდაზა იმდენად რამდენადაც ძალიან კარგი ინტერპრეტირება იყო შენეული, რომ მე არ მწამს შიში შეიქმს სიყვარულსა. არა, პირიქით. მე არანაირად არ მწამს ეს, მე არ მეშინია ღმერთის.
მართალია, ღმერთის არც მე. მით უმეტეს ახლა ადამიანები ურთიერთობებში როგორ უნდა ვდგავდეთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება ისეთი, რომ ანუ იმში შეუძლებელია. აი კარგი. ხო, მეც ასე ვფიქრობ, უნდა როგორც აი უფალი მე მიყვარს, აი ჩემ აი როგორ რაღაცა მამას რაც უნდა ცუდი შვილი ყავდეს, ხო ის მაინც კი შეიძლება დასაჯოს, მაგრამ არ მოიშოროს გვერდიდან, ხო? ჩვენ უფლისშვილები ვართ, მისივე ხატად შექმნილი და ჩვენი მიუხედავად ამ რაღაც ისეთი საქციელებისა, ხო? პირიქით ის ყოველთვის მე ვგზნობ, შეიძლება პარადოქსიც იყოს, მაგრამ უფლის იმ პოზიტივს და ენერგიას, იმ სითბოს ყოველთვის ამიტომ მე ჩემთვის ჯერ ვინ ვარ ჭიანჭველა რომელიც გოგრაზე აფოფხდა და გონია რომ ყველაზე მაღალი წერტილი დაიფხო და იქიდან სხვებს უყუროს ასესულელია ხო ჩემი არასდროს არავის არ უნდა ეშინოდეს და ჯერ რატო ვარ საშიში პირიქით ჩემთვის შეურაცხყოფა იქნება თუ გავიგებ ვიღაცა რომ საიშენი ეშინო პირიქით მაგრამ ეს იყო წინა პერიოდში დამოკიდებულება ცხადია მეტი სიყვარული შესაბამისად პოზიტივებსაც მეტს მოგვიტანს ამირან რამდენია 2x2 ხო კიდევ ერთი სტანდარტული და აუცილებელი 2x2 მოდი მე თქვენს გადაცემის პასუხსაც გავცდები და ვიტყვი რომ 13 ბრავო ჩემი სიმბოლური რიცხვი რომელიც ძალიან კარგი ჩემთვის არსებობს და მიკროგალაქტიკა სადაც მარტო 13-ია სხვა ციფრები არა ხელი მოგემართოთ ამირან ულმესი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის მე ზუსტად ვიცი რომ საზოგადოებას ჩვენს ტელემაყურებელს ყოველთვის ძალიან აინტერესებს ადამიანების შეხედულებები, მოსაზრებები, საქმე, ხედვა მომავალზე თუ მომავალზე როგორ შეიძლება გქონდეს ხედვა თუ წარსული რაღაცნაირად შეგნებული და შემცნებული არ გვაქვს. ადამიანებისა, რომლებიც გარკვეულ ამინდს ქმნიან ქალაქში, მერე შესაბამისად ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ პოეტს, შემოქმედს ეს იქნება ამირან ჯანჯღავა თუ რომელიმე სხვა ზოგადად კულტურაზე იმდენი ვისაუბრეთ და ნიშაზე ქალაქის რო ძალუც შემოქმედ ადამიანს და ხელოვან ადამიანს რომ ადამიანური შინაგანი ბუნების დინებები სწორედ რო პოზიტივებისკენ წაიყვანოს ამდენად ხელი მოგემართოთ ამდენად წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს იმისთვის რომ გვიყურა მე დარწმუნებული ვარ რომ მოიწონებთ ჩვენს გვერდს სახის წიგნზე Facebook-ზე 2x2 უდრის 6 მე კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე შევხვდებით იგივე დროს ისევ აქ კარგად ბრძანდებოდეთ Orger ori modi igos exi